რიგში მინდა ეს გუშინდელი ევროკავშირის ელჩის განცხადებით დავიწყო. საქართველოს გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა. აი ამას იძახის პატივცემული ელჩი, ეგრეთ წოდებული და მე არც არ ვიტყვე, უბრალოდ როგორ კომენტარს უწერს ხალხი, ერთ-ერთი მათგანი ამოვარჩიე და მინდა წაგიკითხოთ. საქართველოს მომავალი 2000 წლის უკან დაიწერა ზეცაში, როცა ის ღვთისმშობლის წილხვით ადგილად იქნა აღიარებული. სხვა მიმდინარეს ჩვენ წერთ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ანუ რისი თქმა მინდა რომ საერთოდ აი გარტყმაში არ არიან ეს ელჩები, ვინც აკეთებს ესეთ განცხადებებს და კონკრეტულ მხარეს იჭერს ხოლმე და ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ არჩევნების წინ რა განცხადებებით გამოირჩეოდნენ, ხო, ეს ელჩები რა, მხედველობაში მაქვს პირველ რიგში ეს ხერჩინსკი ეს პოლონელი კაცი, ხო, და მეორე რიგში ეს გერმანიის ელჩი რა. ხო და როგორ მიდიოდნენ იქ რუსთაველზე და ანუ მოკლედ როგორ ლობირებდნენ იქ სიტუაციას, ანუ აი კიდე შემდეგი სკრინი მინდა განახოთ რა ამ ელჩის ესე ვთქვათ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდებაო და აგერა მაქვს აი ზუსტად ბნელი წარსული და მომავალი როგორც ამას წარმოუდგენია ევროპული მომავალი რა ესე იგი როგორ არ უნდა საერთოდ როგორ არ უნდა იცნობდე ესე იგი ქართველს შინაგანად რომ აი ესეთ განცხადებებს აკეთებდე მე წარმოდგენა არა მაგ და საერთოდ ვის უჯერებს ვის უსმენს ადამიანი ელჩი ხარ ხო ჯერ ხომ უნდა შეისწავლო რაღაცნაირად ეს ქვეყანა მისი ისტორია, რაზე დგას ეს ქვეყანა, რა ღირებულებებზე დგას, არა. აი ესე პირდაპირ გვიბიძგებს იმისკენ, რომ რაღაცნაირად ყველამ ჩავიხადო ჩავლები, როგორც მათმა წარმომადგენლებმა ჩაიხადეს ეგერ იმას საზღვართან, ხო? ეგრეთ დროებით, სადაც გადის ეს, რა ქვია, მათი იმას რო აკეთებენ ხოლმე რუსები. ხო, სადემარკაციო ხას, ხო? აი ეგეთი ის უნდათ მოკლედ თავრობა და ხელისუფლება ამათ ქვეყანაში, რომ მოკლედ რასაც უნდა იმას აკეთებდნენ რა, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, მინდა გითხრათ, კიდე გავუშვით რა, კიდე მესამე სკრინი და მე ჩვენ არ უნდა დაუშვათ რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილი სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის სამოქალაქო ომის სიღარიბის გაჭირვების კორუფციის ბნელ დროში ანუ ეხა არ ვიცი აი მე ძალიან მშვენიერი და მაგარი პასუხები გასცეს პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც და მინდა კიდე წავიკითხო ეს იმდენად რაღაცნაირად სიამაყით აღვივსე ამ განცხადების მერე განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების მერე საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესნიკები და მეორე მდივნები ქართველმა ხალხმა ბნელ დროს ჩააბარა. აი ეს არის და ამას თუ გაითვალისწინებს, კარგი იქნება რა. 200 წელია ამ დღეში ვართ. მინდა შევახსენო პატივცემულ ელჩს, რომ ნამესნიკების და მეორე მდივნების სიტუაციაში ვართ მოქცეულები 200 წლიან ისტორიაში, რაც კი რუსმა ჩექმა ფეხი დადგა საქართველოში რა და შემდეგ გააგრძელეს ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა და როგორც იქნა გამთავისუფლდით ამ ყველაფრისგან და რაზე ლაპარაკობთ ვერ გავიგე რა მომავალ ბრძოლებზე და რა ეხლა გადაწყდება და გადაწყვეტილია ეს გადაწყვიტა 2004 წლის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ 2024 წელს საქართველოს მოსახლეობამ და რატო ეურჩებით ამ გადაწყვეტილებას ვერ გავიგე რა და რატომ გინდათ რომ თქვენი გადაწყვეტილებები მოგვახვიოთ თავზე რასაც იქ ბრიუსელის კაბინეტებში წერენ ხო და თქვენ კიდე აქ ვიღაცეებს მანქანაში რო სვავთ შუმა და აპარებთ საელჩოებიდან ესე ძალიან კარგად გვახსოვს ხო თქვენ თუ არა თქვენი კოლეგები მაინც რა
ასე რომ დააოკდით ძალიან გთხოვთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს, ჩვენს ისტორიასაც და ჩვენს მომავალსაც, ნუ ნერვიულობთ თქვენ, ჩვენ არ ვერევით თქვენს მომავალში და როგორი ქვეყანა იქნებით თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, საითაც მიყავთ თქვენი ქვეყნები და თქვენც ნუ ჩაერევით რა, არავის საქმეში არ ვერევით ჩვენს და თქვენს ნუ რავით ჩაერევით ჩვენ საქმეში, მარტივად არის საქმე რა. თუ ამას გაიგებთ, გაიგებთ. არ გაიგებთ და დასაცინად გაიხდით თავს. აი ხა კობახიძის სტატუსი მინდა პრემიერ-მინისტრის სტატუსი რა, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე. ხო, ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეხა ხალხიც ეხა უწერს პრემიერ-მინისტრს ესეთ კომენტარებს უწერენ და მინდა განახოთ ეს კომენტარიც, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და აი უმრავლესი ესეთი კომენტარებია, ხო და გააძევეთ საქართველოდან. ხო და აი აქ მინდა ცოტა ხანი შევჩერდე რა, რამდენად წაგვადგება ჩვენ დღეს საერთოდ აი ესეთი მოქმედებებით, ხო, ესეთი ნაჯახისებური მოქმედებებით, რომ აი ვინც ესეთ განცხადებას გააკეთებს და ყველა გავაძევოთ და მაშინ ახევარი ელჩები უნდა და მე ნახევარზე მეტი ელჩები უნდა გავაძევოთ საქართველოდან და მე მგონი რომ ამას ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ რა, იმიტომ რომ ვერაფერს ესენი ჩვენ ვერ დაგვაკლებენ. იყვნენ, ილაპარაკონ და იყვნენ რა, რაც უფრო მეტად ილაპარაკებენ, მით მეტად გაიფარჩაკებენ თავს რა. თავიანთ მომხრეებთან ერთად რა, ვის დგას ის სააკაცუკეთი ხო არის კიდაც რუსთაველზე, გინდაც იმაზე, გინდაც ამაზე რა. ამას როგორ ვერ ხვდებით რომ აი ეს არის პირველ რიგში მონობა. თქვენ მოგმართოთ ზუსტად რა, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში დღეებიც აგერიათ უკვე რამდენი ხანი აპროტესტებთ, თქვენ თვითონ არ იცით რას აპროტესტებთ. არ იცით. იმიტომ არ იცით რომ არ არის სიმართლე ეს, რასაც თქვენ გახკივი ხართ რა, ყოველდღიურად და ნუ კაი ბატონო რა, ნელ-ნელა რომ ეს მარგინალდება ეს სიტუაცია და უფრო კომედიურ ჟანრში გადადის, ამას ვერ ატყობთ და კი ბატონო გააგრძელეთ როგორც გინდა და ეს პატივცემული ელჩები ატარეთ და აძახებინეთ ის რაც გინდათ და მათ უნდათ რომ იძახონ რა. რა გინდათ კაც ვერ გავიგე, რა დაგიშავეთ. წადით რა, მიხედეთ თქვენ ქვეყნებს რა. თუ აქ ახართ, მაშინ გააჩუმეთ ენები რა და იყავით ნეიტრალური შემფასებლები რა. რა უბედურებაა, ჩვენ მე ჩამოვედიოდა, მე მოვედიოდა შტანგა აგიწიო, რა მაშრიქვაზე რო უთხრა. შტანგისტმა ნახა ერთმა, ის სპორტსმენი იყო რა და რაღაცა ისა ვაიქო აზდაკშიო რაღაცა აი მეორე თუ მესამე მოქმედებაშიო რაღაც იგელა რამაზე არის იმაში შესული უკვე დამთავრდა აზდაკი და გრიმსი შორებს და საგრიმეორეში შეაკითხა სპორტსმენმა და იცი ცოტა აკრიტიკებს რაღაცეები არ მოწოდებია რა მან გახედა და რა გინდა კაცო მე მოვედი და შტანგა აგიწიო აი ეგ სიტუაცია დაგვადებეთ რა თავი რა მილიონი უბედურება ხდება თქვენ ქვეყანაში. მილიონი საახალწლოდ 1000 ქალი გააუპატიურეს გერმანიაში. 1000-ზე მეტი ქალი გააუპატიურეს ახალწლებზე გერმანიაში. აი უკონტროლო მიგრაციის ამბები რო გაქვს და კიდე მილიონი ეგეთი რაღაცები. მიხედეთ რა თქვენ ქვეყანას რა. დაანებით ჩვენ სხვა რა ქვეყანა გვექნება, ჩვენ ვიცით თქვენზე უფრო კარგად რა. იმიტომ რომ ვაგრძელებთ იმ დანატოვარსაც ჩვენმა წინაპრებმა ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. მოგვიტანეს და ისევე გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას. დაგვადებეთ რა თავი რა.